მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის მეორე ეპიზოდი ჩვენი ახალი პოდკასტისა, რომელსაც ქვია ქუჩები არ ივიწყებენ. მე კი მისი წამყვანი დაჩიმენდაძე ვარ, ტატო ბაციკაძესთან ერთად. დღეს კი ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების პრეს-ოფიცერი გიორგი ფირცხელანი. მადლობა მოსვლისთვის, მე მგონი ძალიან საინტერესო გადაცემა. ქუჩები არ ივიწყებენო ვამბობთ და ამ სიტყვების გაგონებისას თუ კი რომელიმე გუნდი შეიძლება გაგახსენდეს, ალბათ ერთ-ერთი მაინც არის ლიცი იუნაიტედი. ყოველ შემთხვევაში მე როცა ვიზრდებოდი, ხშირად მესმოდა იმ ერთი გუნდის შესახებ, რომელიც მეომარი, ცოტა უხეში, მაგრამ მაინც ძალიან სიმპათიური ფეხბურთის მოთამაშე იყო და იქ ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორც ჰარი კიუელი, ბოიერი, მარკვი დუკა და სხვანი და სხვანი იყო. ეს კონკრეტული სეზონი ალბათ ყველაზე ამაღელვებელი, ნოსტალგიური და შეიძლება ისეთი ემოციური იყო. დღეს ვსაუბრობთ 2000-2001 წლების ლიცი იუნაიტედზე. ტრადიციული და ფორმალური ის რომ მოვითავეთ. ხო, და მე დავამატებ ჩემის მხრივ, რომ გიოსთან ფეხბურთზე საუბარი ყოველთვის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჯერ ერთი დიდი ხანია ვიცნობ და ისეთი ინფორმაციები მოუტანია და გაუცნია ჩემთვის, რაც წარმოდგენა არ მქონდა და გაუკვირვებდი ვარ ბევრჯერ მოკლედ. და ზოგადად საინტერესო ადამიანია და კაი ტიპია და მიხარია მასთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნა. ექიმი მე ჩვენ ვაპირებდით პოდკასტს სხვათა შორის რამდენი წლის წინ? ძალიან დიდი 10 წელი, მინიმუმ 15 კი, ძალიან დიდი ხანი. არა, ამანის იდეა იყო. და მე ამის იყო აუდიო, მე მგონი. აუდიო პოდკასტს უნდა გავეკეთებინა მე შენ და კაკაბას. და გვაქვს ძალიან გენიალური ფოტო გადაღებული, თან როგორი ფოტო, ეცით სალსალკე გადაგვიღეს სამივეს და მე ერთად შეგვაერთეს და ეგ ფოტო არის ყოველ წელს, როდესაც Facebook-ზე მიგდებს ხოლმე მემორის სულ ვაზიარებ და რამდენიმე დღის წინ ამოვაგდო სხვათა შორის. დღის წინათლე ვერ იხილა იმ პოდკასტმა. არა, და ძალიან საწყენია, იმიტომ რომ ეგ ფოტო არის, მარტო მაგ ფოტოს გამოვიდა, იმიტომ რომ სამივეს გვაქვს, როგორი სახე იცი, შენერი განსაკუთრებით შენ ხარ, როგორც შენ აღნიშნე, ცხოვრებისკენ მოუბრუნებული ბომჟი. ძალიან კაი ფოტო არის. სანამ გუნდის წარდგენაზე გადავალთ და უშუალოდ სეზონის სიღრმეებში ჩავალთ, მოდი ვთქვათ, რომ ეს გუნდი არის ის, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა 2001 წელს. ისეთ გუნდებთან ერთად იყო ჯგუფში, როგორც არის ბარსელონა, მილანი, რეალ მადრიდი, ზოგს მოუგო, ზოგთან წააგო, ზოგთან ფრეი თამაშა, მაგრამ ფაქტია ეს გუნდი იყო ნახევარფინალში და მხოლოდ ვალენსიამ შეძლო მათი გამოგდება ამ ტურნირიდან და ერთი ნაბიჯი ეკლათ მოკლედ ფინალამდე. თქვათ შემადგენლობაც ყვინს ყველაზე ხშირად ითამაშა ამ სეზონში, ყველაზე მეტი თამაში. ეს გუნდი თამაშობდა კლასიკურ ბრიტანულ ინგლისურ 4-4-2-ს, კარში იდგა ნაიჯელ მარტინი. დაცვის ოთხეული იყო ასეთი მარცხნივ ხშირად იყო დომინიკ მატეო ან ხანდახან იან ჰარტი, დაცვის ცენტრში რადებე და რიო ფერდინანდი, მარჯვნივ კი დენი მილსი და გარი კელი ცვლიდნენ ერთმანეთს. ნახევარდაცვაში ლიბოიერი, ოლივერ დაკური, ერიკ ბაკე, ან დევიდ ბეტი და თავდასხმის ხაზს ლიდერობდნენ ალან სმიტი და მარკვი დუკა. ამათ მიღმა ის ადამიანები, ვინც როტაციაში იყვნენ და ხშირად შემოდიოდნენ, ზოგჯერ ძირითადიდანაც იწყებდნენ, მაგრამ უფრო ხშირად შეცვლიდან იყო ჰარი კიუელი, დევიდ ბატი უკვე თქვით, ჯეისონ ვილკოქსი ასევე, რომელიც დღეს მანჩესტერ იუნაიტედის სპორტული დირექტორია, ჯონატან უდგეიტი და უკვე ზამთრიდან რობი კინი. და პოლ რობინსონი იყო, პოლ რობინსონი, ახალგაზრდა პოლ რობინსონი, რომელიც როტაციაში იყო სulis ნაიჯელ მარტინს და საკმაოდ ხშირად სხვათა შორის ბევრი მატჩი ითამაშა მაგ სეზონში. ლიცის რეტროსპექტივა რო წარმოვიდგინოთ, არის ზუსტად ემთხვევა, ესე ვთქვათ, 50-იანების ბოლოს წამოსული ინგლისური გუნდების ესე ტოპ 3-ს, ტოპ 4-ს, ლივერპული, იუნაიტედი, ლიცი. ეს იყო ძირითადი სამი გუნდი, ტოტენჰემი თავისთავად, ნიკოლსონის. ეს 15 წლიანი ეპოქა, რომელიც დონ რივის დროს ჰქონდათ, დასრულდა აი ამით. ეს ცნობილი ფილმი ალბათ ნანახი გაქვთ. ამ წიგნის მიხედვით გადაღებული, სადაც დონ რივი მიდის გუნდიდან, მიდის ინგლისის ნაკრებში, ახალი გამოწვევა ის რომ ალ ფრამსის შემდეგ ვიღაცამ უნდა დააყენოს ეს გუნდი ფეხზე. ეს 44 დღე, რომელიც კლაფმა იქ გაატარა, დასრულდა ცუდად და ამის შემდეგ ითამაშეს ზუსტად ის ჩემპიონთა თასის ფინალი ბაიერნთან, ჯიმი არნფილდის ხელში, რომელიც არნფილდის გუნდი არ იყო, უბრალოდ რივის ინერციით გავიდა ეს გუნდი ჩემპიონთა თასის ფინალში და ამის შემდეგ 75-დან 88 წლამდე დაახლოებით ლიცში საინტერესო არაფერი არ ხდება რა. ნუ საინტერესო ისწრება რომ გუნდი საერთოდ გავარდა უმაღლესი ლიგიდან. 92-ში გავარდნენ. 88-ში ნიშნავენ ჰოვარდ ვილკინსონს, რომელიც იყო იმ დროს იშვიათი მწვრთნელი, პროგრესული იდეებით, რაც მაშინ არ იყო ხშირი კონძულზე.
და ვილკინსონი აქედან 3 წელიწადში იგებს ჩემპიონატს. ერიკ კანტონათი, რომელიც ნიმიდან ყავს გადმოყვანილი, ბარსელონასთი და დრიმ თიმით და კროიფით ინსპირირებული და ლამასიათი ინსპირირებული აკეთებს ლიცის აკადემიას. თორ პარჩი, ესეთი მოედნების კომპლექსი და აი ამ თორ პარჩზე იზრდებიან უკვე ჰარი კიუელი, ვუდგეიტი, ალან სმიტი და სხვა ის ახალგაზრდა ფეხბურთელები, ვინც უკვე შემდეგ აი ამის დაწყებულ საქმეზე უკვე ოლირის დროს გამოიღო შედეგი, მაგრამ ვილკინსონს და ოლირის შორის ნიშნავენ ვილკინსონის გაშვების შემდეგ 96-ში ჯორჯ გრემს, რომელიც არის ძალიან დიდი სახელი იმ დროს ინგლისურ ფეხბურთში. შეიძლება ითქვას ფერგიუსონის მეორე მწვრთნელი. არსენალში იყო, ხო, არსენალის მწვრთნელია, რომელმაც 99-ში მოიგო ის ცნობილი თამაში ენფილდზე ამ თამაშით მოიგო სეზონი. მე კიდე ერთხელ მოიგო 91-ში. ნუ მოკლედ ეს ტიპი არის, რომელმაც არსენალი, ასე ვთქვათ, აქცია ლიგის მომგებ ძალად და აი ჯორჯ გრემის ფეხბურთელი იყო ოლირი არსენალში. და რო დაანება ოლირიმ, თან ბოლო სეზონი ლიცში აქ ნათამაშები კარიერის ამდენი 20 წელი იყო მე მგონი არსენალის ფეხბურთელი და ბოლო სეზონი ითამაშა ლიცში და იმის გამო რომ ლიცი ცნობდა, იმის გამო რომ ის ყოფილი ფეხბურთელი იყო, ჯორჯ გრემმა აიყვანა ასისტენტად ოლირი და უკვე ჯორჯ გრემი რო წავიდა ტოტენჰემში, რომელიც უფრო ამბიციური იყო იმ დროს ალან შუგარის პულის გამო, ოლირი დატოვეს თავარი მცველის პოსტზე. ერთ რამეს ვიტყვი რომ ამ კაცს ამ სეზონის წინ, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ლიცმა გაუფორმა ახალი კონტრაქტი, 6 წლიანი კონტრაქტი 2000 წლის ზაფხულში, რომლის ფარგლებშიც ამ ადამიანს უნდა მიეღო 10 მილიონი ფუნტი. ეს იყო კოლოსალური თანხა იმ დროინდელი საფეხბურთო გარემოსთვის მეთუნების. დიდი კითხვა რო იყო ხოლმე ცნობილი რომ აი რატო აღარ არის მენეჯმენტში, ამიტომ აღარ არის რომ ლიციდან აიღო უდიდესი კომპენსაცია, ასტონ ვილადან აიღო ძალიან დიდი კომპენსაცია და ნუ ბოლოს ის ალაჰლიში როგორ იძახიან cherry on cake თუ რაღაც ეგ იყო ალაჰლიში და ნუ რა ვიხ რა არის წყნარად. კი, კარგი სქემა გო დევიდ ოლირი. მივედით ამ სეზონზე, მაშინ ეს რეტროსპექტივაც გავიარეთ, ძალიან კარგი ჩემი აზრით, იმის რომ დაინახო როგორ მოვიდა გუნდი აქამდე და მე როგორ დასრულდა ეს რაღაც ლამაზი ისტორია. მაგრამ ამ პერიოდში რა ხდება ეგეც ვთქვათ, ტრადიციულად მე დავიწყებ და ვიტყვი რომ 2000 წელია ვარ 1 წლის და აქ დავამთავრებ და ტატო შენ გააგზელე. რა ხდება სათხარ სადუყურებ ფეხბურთს. ყველაზე საინტერესო და მე ვარ 15 წლის, მალე უნდა გავხდეთ 16-ის. საფეხბურთო თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრავმა მაქვს მიღებული ბავშვობის, ლუის ფიგუ არის ბარსელონადან წასული და გადასული მადრიდის რეალში. და გარდა ამისა, მთავარად უნდა აღვნიშნოთ ზოგადად არის ის, რომ ეს არის ჯერ კიდევ 11 სექტემბრის წინა სამყარო. სადაც ცოტა სხვანაირი სიტუაციაა, ბევრად ნაკლები არის რაღაც კუთხით აგრესია და ნაკლები ომი ახლო აღმოსავლეთში, ხო? იყო იქაც, მაგრამ აი ამ პერიოდში ცოტა რაღაცა სიწყნარეა. სიწყნარეს უფევს 90-იანების დასაწყისიდან ამ პერიოდამდე. ნუ სკოლაშიც ვარ უკვე ბოლო კლასებში და ლიცის შესახებ მაქვს ძალიან კარგი წარმოდგენა, იმიტომ რომ წინა სეზონშიც ეს არის საკმაოდ სიმპათიური, კარგი, მებრძოლი გუნდი, რომელსაც ყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, გამორჩეულია ამ კუთხით. და გამორჩეულია ასევე თავისი სათამაშო სტილით, იმიტომ რომ არის ცოტა უხეში, არის აი მართლა როცა ვამბობდით წეგან რომ ძველი ბიჭების გუნდია, მართლა ეგეთი გუნდი იყო რა, ესე იყო გუნდი, რომელსაც შეიძლება და გამოსულიყო მოედანზე და ორი კაცი გაეგდოთ, უცებ თამაში, ვიღაცისთვის ფეხი მოეტეხათ, ეჩხუბათ, მაგრამ საყურებლად მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კიდე არ იყო ნაკლებობა ესეთ ფეხბურთის უფრო მეტი იყო ვიდრე დღეს. 4 ოფიციალური გიჟი არის გუნდში, ანუ ხო, კი. ერთი უკვე მხცოვანი, დევიდ ბატი. ხო. და ნუ ვუდგეიტი ეს რა ქვია ბოიერი ალან სმიტი ანუ არც ისინი იყო არც მაიკლ ბრიჯესი იყო გინდა თუ არა დაალაგებული და არც მარკ ვიდუკა ბოლომდე მაგრამ მე ვერ გეტყვი რომ იან ჰარტი ან დენი მილსი ისინი იყვნენ რა ქვია მშვიდი ტიპები იყვნენ აიზამეც ხო მილსი რა ვიცი ხა არანაკლები დაკნეული ტიპი იყო რომ გადათვალო
რამდენი ყვითელი ბარათი მიიღო ამ გუნდმა ყველა ტურნირზე, ჯამში მოთამაშეებმა, აი დაახლოებით 100 ურტყავს ახლა რო უყურებ. 17 მიიღო ოლივერ დაკუ. 100-ზე მეტი იქნება კაცო. 12 ლიბოიერმა. 100 რა არის? არანორმალური ტიპების გუნდი იყო და ძალიან კარგი საყურებელი იყო. ანუ ნეიტრალური მაყურებლისთვის ახლა ლიდს იმ პერიოდში გულშემატკივარი საქართველოში და თბილისში ვერ ეყოლებოდა, მაგრამ ამ სეზონის მიმდინარეობისას და სეზონის მერე გაჩნდნენ მართლა ისეთი ბევრი გაჩნდა რომელსაც მეორე მესამე გუნდი იყო, მაგრამ მე ეხლა დღეს რამდენიმე ადამიანი ვიცი საქართველოს თბილისში რომელიც ლიცის ხომაგია. მე მგონი მე როგორ შესავალში ვთქვი რომ ბევრისგან მესმოდა ეს გუნდი თქვა აი ეგ ხალხია მაინც ფანები თუ არა ვისაც მეორე მესამე გუნდად კი და მე ბევრს დაააკლდა ეს გუნდი როცა გაქრა ასე ვთქვათ ბევრს ძალიან დაააკლდა ესეთი გუნდი რომელიც უცებ არსაიდან კი 70-იან წლები დიდებული გუნდი იყო, მაგრამ 30 წელია გასული თითქმის. ძალიან დიდი დროა რა. და იმიტომ დააკლდა ზუსტად აი დატომ რას თქვა, რომ ყველა გამოჩენა ამ გუნდის ევროტურნირებზე უკავშირდებოდა რაღაც ხმაურიან მოვლენას რა, როგორც ნახევარფინალი იყო, ნახევარფინალამდე მისვლა იყო და ეს კამპანია, ასევე იყო წინა სეზონის ნახევარფინალი ოღონდ UEFA-ს თასის სადაც გალათასარაის შეხვდნენ და პირველად ლიცის შესახებ ესე კაფიოდ ზუსტად მასში გავიგენ, რა თქმა უნდა, ჩემპიონატიდან ვიცოდი ეს გუნდი, თუმცა მაშინ არ იყო მერო ფეხბურთის ყურება დავიწყე წამყვანი ძალა. 2000 წელს უკვე 10 წლის ვარ ჟურნალ ფეხბურთს ვაგროვებ და უცებ ჩდება ნიუსი, რომ ორი ინგლისელი გულშემატკივარი სტამბულში მოკლეს თამაშის წინ. და მე ეს რაღაც პირველი ისეთი ამბავი იყო, რომ აი ფეხბურთის გარშემო რაღაცა მძაფრი ტრაგედიის შესახებ რო იგებ, რომელიც ეხლა მოხდა რა. ის კი არ არის რაღაც 80-იანებში და 70-იანებში. და მე აი ეს ინტრიგა მახსოვს, რომ შემდეგი თამაში რო ლიდში უწევდათ ამ გუნდებს და აი რო ველოდები, რომ აი ნეტა რა მოხდება იქ რა და ხა ის დეტალები მაშინ რო იქ ფანებს ჩასვლა აუკრძალეს რაღაცეები მე ცუდად რა მახსოვს იცი მანდ ჯერ ესეთი ხო მაშინ საფეხბურთო ეგეთი ნიუსები თითქმის არ იყო იმიტომ რომ ტრაგედიები აი ეს ძირითადად ითარგმნებოდა ხოლმე აი იმიდან რა სანიდან და Daily Mirror-იმიდან Daily Mail-იდან თარგმნილი რაღაც ტაბლოიდური ნიუსები ფეხბურთის ძირითადად ეს მოვედინებოდა აქ რომ აი რაღაცა ტრაგედიები საფეხბურთო ესეთი მასშტაბური ამხელა გამოხმაურება რომ ექნებოდა მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში არ იყო მომხდარი ბოლო წლებში. სიმშვიდეა მაქრო შედარებით, ხო? ერთი ამბავია აქ ძალიან საინტერესო ის შენახსენეთ 11 სექტემბერი და იქამდე როგორი სამყარო იყო, რაღაცა კონტრასტი აღწერე და საინტერესო ამ წელსაც რა ხდება 2000 წელი როგორი წელი იყო. ეს ის წელი არის, რომელზეც დიდი ის იყო ხო რაღაცა თეორიები რომ რაღაცა კატასტროფა მოხდება. მეგონა რომ ცოტა 2012 წელს რომ უნდა დამთავრებული იყო სამყარო. ეგეთი რაღაც ეშინოდათ 2000 წელს. თურმე ზუსტად არა აპოკალიფსი. არა აპოკალიფსი. შეიძლება ეგეც იყო, მაგრამ Y2K სხვა ამბავია. აქ იყო შიში რომ კომპიუტერული მეცნიერები შიშობდნენ რომ კომპიუტერები და უმრავლესი პროგრამა რომელიც ხო აღიქვამდა თარიღს ბოლო ორი ციფრით ვერ შეძლებდა 2000 წლისა და 1900-ის განსხვავებას ერთმანეთისგან და ეს წარმოშობდა უდიდეს დისფუნქციურობას და დაგვერხეოდა და ეგ იყო კაცო ეს არის თავარი რაც ეგ ძალიან ნიშნული შიშია რომელიც შენ ახლა ნახე მაგრამ არა ნიშნული შიშია რამდენიმე წლის წინ გავიგე რომ ეს იყო Y2K ის იყავი შენ და მე 15 ვიყავი მახსოვს ადამიანებში საქართველოში მათ შორის ის ეშინოდა მაგრამ აპოკალიფსი გვახსოვდეს რა საფეხბურთო პოდკასტში ვართ გადაცემაში ვართ კარლოს რუას შიში უნდა გვახსოვდეს რომელიც ელოდებოდა იმას მეორე მოსვლას ელოდებოდა წავიდა უნდა ვილოცო ეხლა სამყაროს აღსასრული დგებაო კომპიუტერულ მეცნიერებაზე არაფერს არ ამბობდა ის კარლოს რუა ადგა და აპოკალიფსი მე შიში იყო ესეც იყო ნამდვილად არა მე სულ მეგონა მარტო ეგ იყო შენ რას თქვი ეგეც იყო ხო მაგას ვამბობ ეს იყო თავი იყო იმიტომ რომ სოფლიოს მოსახლეობის წავიდა ფეხბურთით 6 მილიარდი რამდენი იყო მაშინ 6 მილიარდი იყო მე მგონი ხო ადამიანი 7 არ იყო მე ჯერ კიდე ნუ რა მნიშვნელობა 6 მილიარდი ვთქვა 6 მილიარდი ადამიანიდან 5 მთელ რაღაც ანუ 90%-ს მეც თუ არა ვისაც ეშინოდა იმის რომ სამყაროს მის მოხდება აღსასრული ეშინოდა რომ პროსტა სამყაროს აღსასრული დადგება კომპიუტერულ მეცნიერებაზე არაფერი არ იცოდნენ ინდოეთში ხა ჩადიდა აუხსენი ვიღაც ადამიანს რაღაც რა რომელიც იყო კარლოს რუა რაღაც
76ers-ი თუ 76ers გუნდია კაცო. 70 რაღაცა 70. კი, მე7 მე მგონი არიან ისინი. მე7 დღის მოწმეები თუ რაღაცებს 7 day adventistები თუ ხო. 7 day ხო. კარლოს როა, რომელიც მაგრამ რახან იმ დროის სამყაროს მოწყობაზე კი არა და რა ხდებოდა მაგას ვლაპარაკობთ, ეგეც ჩემი პირადი გადმოსახენა რო ავიღოთ. მე 98 სოფლიო ჩემპიონატი 20 წელი დამთავრებულია და არგენტინას ყავს სოფლიო საუკეთესო 1999 წელს კარლოს როას ასახელებენ სოფლიო საუკეთესო მეკარედ. იმიტომ რომ მალიორკაში დაფრინავს კაცი და თასი ფინალი თამაშა, მაგრამ მოიგეს კიდე საერთოდ თასის ფინალი. სასწავლო ფეხბურთს თამაშობს მალიორკა თასების თასზე გამოდის რაღაცა, ეს მაგარი მეკარია ძალიან და ტიპი გამოდის ჩემი გუნდის საყვარელი ნაკრების ძირითადი მეკარე, თან მეორე მეკარე არ არსებობს იმ არგენტინის ნაკრებში. ისე კი არაა რომ ალისონი და ედერსონი კი არ არიან რომ ეს წავა და ეს ჩადგება კარში. არა, მეორე მეკარე არაა. და უცებ ეს ტიპი გამოდის და ამბობს რომ ეხა სამყაროს სასასრული ახლოვდება, მე უნდა წავიდე ვილოცო. ჯერ ისე შაბათობით არ თამაშობდა და ამაზე საერთოდ მე უნდა წავიდე ხო ვილოცო, წავიდა. მე არ დადგა სამყაროს სასასრული და ერთ წელს მე დაბრუნდა. რომ აღმოაჩინა რომ სამყარო და დაბრუნდა. მაგრამ ვეღარ დაბრუნდა ისეთი, აღარ იყო კარგი მეკარე ნახდათ. ხო, ეს თელი კომპიუტერული შიშები და სამყაროს სასასრული შიშები იმით დამთავრდა, რომ Sony PlayStation 2 გამოუშვა 2000 წელს და ჭირი იქალ ხენი აქა ყველაფერი კარგად არის და ეგეც მახსოვს PlayStation 2 რო გამოვიდა. ლიგის მფლობელი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული არის რეალი, ოქროს ბურთი 99 წელს აქვს რივალდოს მოგებული. 2000 წელს ვინ მოიგო? 2000 წელს 2000 წელს მოიგო. ერთი ყველაზე დიდი ირონია ჩემ ცხოვრებაში ეგ რომ კაცი მოღალატე მიდის ბარსელონადან რეალში და ოქროს ბურთს იგებს იქ. ანუ რეალის მაისურით მოიგო კიდე ოქროს ბურთი, იმიტომ რომ ბარსელონაში და პორტუგალის ნაკრებში ითამაშა ძალიან კარგად. ой, მართლა ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ირონია ჩემთვის. ხო. მოკლედ საფეხბურთო ლაზერით კარგი პერიოდი არ მიდგას, მაგის თქმა მინდა. და დაემატება ამას ის, რომ ლიცი შეხვდება შენს ბარსელონას და რაც შემდეგ მოხდება, ყველას გაგაოცებთ. ლიცის ამ სეზონამდე Manchester United-ის გარდა თუ არ ჩავთვლით Chelsea-ს თამაშს თასების თასზე, ბოლო სეზონი იყო ხო რომ მოიგეს. კი. ძალიან ცუდად თამაშობენ ექსკლუზიურად ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური გუნდები. ნუ ქვევით კიდე რაღაცას შვებიან. და აი ლიცის გამოჩენა ამ ფონზე აი კიდე ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ ასე მკაფიოდ დასამახსოვრებელი ყოფილიყო ეგ კამპანია რა. იმიტომ რომ მანამდე ვინც გავიდა ნიუკასლი, ბლეკბერნი საერთოდ კატასტროფა. ჯგუფში ჩარჩა სპარტაკთან. იუნაიტედიც აი როგორ არის, 97-18-19-ის გარდა ხო, ეგ სამი სეზონი იყო, ნახევარფინალები და მანამდე არ წინავს იუნაიტედიც. იუნაიტედმა რომ მოიგო, იქამდე ვის ჰქონდა ბოლოს? ინგლისური გუნდიდან მოგებული. ლივერპულს. უნდა როდის იყო მე? 84-ში. რასაც ამობ ეგ ხდება, რომ კონტინენტურ გუნდებთან იჩაგრებიან ძალიან და ნუ პრემიერ ლიგის თვალსაზრისით თვითონ შიდა ჩემპიონატში იუნაიტედის დომინაცია აშკარა, 2 ზედიზედ ტიტული მოგებული აქვს. ამ სეზონსაც იუნაიტედი მოიგებს თან ძალიან დიდი ხობით და მოკლედ ეს რაღაცა აქ კონკურენცია დიდად არ არის, მაგრამ აი მაგალითად ვენგერი უკვე ნელ-ნელა ძლიერდება, არსენალს ერთი ჩემპიონობა მოუპოვა 98-ში და ეხლა პირესი გადმოიყვანა ევროპის ჩემპიონატის დასრულების თანავე მარსელიდან. ლივერპულში მაკალისტერი მივიდა, ნიკ ბარნბი მივიდა მე მგონი, ლიტმანენიც წავიდა, რომელსაც რამდენი წელი იყო ლიტმანენი ლივერპულში ერთი ალბათ 2 სეზონი. ხო, ერთი 2 სეზონი, ნუ რაღაც ითამაშა და ანუ აი შიდა, მოკლედ შიდა ლანდშაფტი ჩემპიონატის ძალიან ისეთია რა, გამარჯვებული ყოველ შემთხვევაში დიდად კონკურენტუნარიანი არ არის გამარჯვებისთვის ბრძოლა, ხოლო აი 4-ეულისთვის, პროსტორეთ 3-ეულისთვის შე როგორც თქვი, აქ ბრძოლა არის. კი. სერია არის საუკეთესო ჩემპიონატი, ალბათ ულაპარაკოთ და ნუ ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, რომ საერთოდ ისეთი საუკეთესო ჩემპიონატი, როგორც არასდროს არ ყოფილა არც ერთი, ალბათ არც მერე პრემიერ ლიგა წლების მერე. ვითომ მაგ დროს არის უკვე ესე, მე მგონი ლა ლიგაც არ ამგონია ნაკლები იყოს რა. 2000-ში ჯერ კიდე დიდი უპირატესობა აქვს სერიას, კი. კაი, ამ სეზონს გადავიდეთ, ლიცმა რა გააკეთა, უცებ გადავიაროთ. პრემიერ ლიგაში დაიკავა მე-4 ადგილი. წინა სეზონი იყო მათთვის საუკეთესო პრემიერ ლიგის ეპოქაში, როგორც თქვი, მესამეზე გავიდნენ და სწორედ ამიტომ იყვნენ ლიგის საკვალიფიკაციოზე. და როგორც თქვით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მივიდნენ, ძალიან მაგარი მატჩები შემოგთავაზეს და სამახსოვრებლები, მაგალითად მილანთან, ბარსელონასთან, რეალთან, ლაციოსთან, დეპორტივოსთან, ნუ ალესიასთან
უკვე მარცხი იყო. ბურთების შეფარდებაც დავთვალეთ. 94-70-ზე არ ყოფილა რაღაცა ისეთი გუნდი რა, დიდი სხვაობით რომ მოეგო. ანუ როგორც თქვი, მართლა მებრძოლი ისეთი ყოველთვის ახლო თამაშები ქონდა ხოლმე უმრავლესობა. ერთადერთი თამაში აქვს, რომელიც დიდი სხვაობით აქვს მოგებული პრემიერ ლიგაში. ეს არის ბოლოს წინატური ბრედფორდთან, რომელიც ალბათ ყველანაირ мотиваციას იყო მოკლებული და მაგიტომაც ალბათ ეს გამარჯვება გაუმარტივდათ. და ხო, ვახსენეთ რომ ძალიან ახალგაზრდა გუნდი იყო. სხვა შორის ოლირის აქვს ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი რომ ის რომ ამ ბიჭების ასაკი იყო რაღაცა 25 წლის გარშემო უმრავლესობის დაგვეხმარა იმაში რომ აი დიდ მეტოქეებთან უშიშრად გვეთამაშაო. ანუ მათთვის არ არსებობდა ის რომ რაღაც ავტორიტეტი. და ხო დამფრთხალიყვნენ თქვათ ბარსელონას ან მილანის წინაშე და ოღონდ მე ბარსელონამ თუმცა ბარსელონასთან დაფრთხნენ. კი ძალიან და ბარსელონასთან ერთი მომენტი იყო მან დრო იყო პირველი მატჩი და ასევე ჰქონდათ ტრამვების პრობლემები და ანუ პირველი გამოცდილება როცა არის ასეთ დიდ ფორუმზე თამაშის ნახევარი გუნდისთვის თუ მეტის არა ამიტომ ამის გამო იყო ის შედეგი რაც დაფიქსირდა მე უფრო აუგესტაბილურეს და ამბობენ ყველამ თქვა მათ შორის ოლირიმ იან ჰარტი იხსენებს დენი მილსი რაღაც ვიდეოა როცა ამ წელზე საუბრობენ ყველა ამბობს რომ რაღაც კუთხით ესეთი დიდი ანგარიშით წაგება ჩვენ დაგვეხმარაო იმიტომ რომ ცოტა გამოგვაფხიზლა მიგვახვედრა სად ვიყავით საერთოდ იქიდან გამომდინარე რომ ეს სეზონი ჩემთვის როგორც ფეხბურთის გულშემატკივრისთვის მაინც მნიშვნელოვანია თუნდაც აი დიდი დარტყმის გამო რომელიც მივიღებთ ფიქუ წავიდა ბარსელონადან სეზონს ველოდები შესაბამისად ისე გულის პანსკალით რომ რა მოხდება ახლა და სეზონი იწყება დიდებულად ბარსელონა 4-0 უგებს ლიდს ამ ჩემპიონთა ლიგას გულისხმობ და მეც მაგის შეგრძნება რომ ხო არ გადავრჩით მერე რამდენიმე დღეში ამ პირველ თამაშიდან მე ვარ უკვე ბანაკში სკოლიდან წასული აწყურში და არც ინტერნეტია არც ტელევიზია იქ აწყურში და ვერანაირად ტელეფონითაც კი ვერ ვრეკავ იმიტომ მობილური ტელეფონები არაა და თუ არ იჭერს მაგიტო კლასელები მათ შორის შაკო ბუაჩიძე რომელიც პირადწინა გადაცემას ახსენდა ეხლა უნდა ვახსენო ვიპარებით ბანაკიდან და გაპარო არ შეიძლება თან იქ აკრძალულია რომ გაპარო საიდან შეიძლება მაგრამ ხო პოსტის შენობაში მივედით და ვიღაც ქალს რომელიც იქიჯდა ვეუბნებით ნომერს კარნახობ სახლის ნომერს და ეს ქალი იღებდა ტელეფონით ტელეფონი ურმილი იყო რაღაც ნომერი აკრიფა ნომერს კარნახობდა შენ სახლის და ის უკავშირდებოდა და მე მემაძლევდა ეს ქალი ნომერს რაღაცა შენ აძლევდი 50 თუ რაღაცას და მამაჩემს დაურეკე და ვეკითხები რომ ბეშიქტაში ბარსელონა როგორ დამთავრდა მითხარი მეთქი სადღაც გაზეთში ნახა გაზეთებს ყიდულობდა რა მე რო ჩავიდოდი ბანაკიდან ერთი კვირის მერე ეს გაზეთები დამხვდებოდა იქ და გაზეთში ნახა და მეუბნება რომ ბარსელონა 3-0-ო ვახ მეთქი წნარაც ის იმას 4-0 მოუგეთ ამათ 3-0 მოუგეთ წნარად კაი ბარსელონა მოიგო თქო ხო და არა ბეშიქტაშმა აი რომ მითხრა აი მახსოვს ეს ყურმილი ხელიდან მივარდება და მან ხვდები რომ მგონი დაგვენძრა თქო აი წარმოუდგენელი რაღაცა იყო ჩემთვის რა და ეგ რომ და მე ის ბეშიქტაში რომ 6-0 წააგებდა ლიდსთან ლიდსმა მე ხო ბეშიქტას რა უკნა აგერ კი თქვა და მანდადი უკვე ინტრიგა რჩება იმიტომ რომ ბოლო ტურში მილანი თუ უგებს ლიდს და ბარსა უგებს ბეშიქტას გადის ბარსელონა ბარსამ კი მოიგო მაგრამ მილანი მე ჩვენქონდა მაშინ რომ ცოტა მიუწვა ლიდს და ბარსა ჩატოვეს ჯგუფში და ლიდსი გავიდა და მიზეზი რატომაც ლიდსმა არ წააგო იყო კაცი სახელად დომინიკ მატეო რომელმაც შეუგდო სან-სიროზე თავით მილანს გოლი და ეს კაცი ამ სეზონის ერთ-ერთი ტრანსფერია 5-დან დომინიკ მატეო მარკ ვიდუკა რიო ფერდინანდი ოლივიე დაკური და რობი კინი ოღონდ ფერდინანდი და რობი კინი და ფერდინანდი არიან ზამთარში ძალიან უცნაურ დროს დეკემბერსა და ნოემბერში გადმოსულები. მე არ ვიცი სატრანსფერო ფანჯარა რანაირად ფუნქციონირებდა მაშინ. დიმატეოზე ვახსენოთ ისიც რომ ორმაგად გაუხარდა ეს გოლი, იმიტომ რომ იყო დიმატეო კი მატეო. ხო იტალიური ფესობის მატეო. იყო იტალიური წარმომავლობის და შესაბამისად სან-სიროზე გატანილი გოლი. ძალიან ისე გაყვამ მაგის კარიერას რა. თანხებიც არ არის ისეთი პატარა, მაგალითად ვიდუკაში გადახდილია 6.5 მილიონი, მატეოში თითქმის 5 მილიონი, დაკურში 7 და რიო ფერდინანდში 18 მილიონი გადაიხადა ლიდსმა. ეს არის, ბრიტანული სატრანსფერო რეკორდი ხო არის?
ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა აქ ერთხელ და მე იუნაიტედი რო იყიდეს ლიციდან კიდე ერთხელ ხდება ყველაზე ძვირადღირებული მცველი ამ დროისთვის. წუთნელზე ვთქვათ, ეხლა რამდენიმე სიტყვა, ძალიან მნიშვნელოვანი კაცია დევიდ ოლირი. პატარა რეტროსპექტივა გიორგიმ გითხრა, რომ საიდან აღმოჩნდა ეს კაცი. თავარ მესაჭედ, რომ ჯერ ფეხბურთელი იყო არსენალში. არსენალის რეკორდსმენია თამაშად. არსენალის რეკორდსმენი არის და 720 თამაში აქვს ჩატარებული არსენალში. მოკლედ ესეთი ის არის, მან ესეთი ამბავი ტრიალებს, რომ არსენალი მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან მოყოლებული ეგ ტერიტორია ისლინგტონი არის დასახლებული ირლანდიელი ემიგრანტებით. ამიტომ არის რომ არსენალში არიან ძალიან ბევრი ირლანდიელები განსაკუთრებით 70-იანებში და 80-იანებში. ამ სატრანსფერო პოლიტიკის გაგრძელება არის ოლირის იქ მიყვანა, რომელიც ინგლისში დაბადებული დუბლინში არის გაზრდილი და იქიდან ყავთ წამოყვანილი. მის ფეხბურთში მე მგონი რაღაც ისეთი ინოვაციური დიდად არაფერი არ ყოფილა. არაფერი არ ყოფილა და საფეხბურთო იდეა მას არ მოუტანია, კლასიკურად რაღაცა 4-4-2-ში თამაშობდა და ძირითადად ფონს რითი გადიოდა თუ არა ამ ხასიათით ალბათ, ხო? ხასიათი და დასაწყისში რაც ვახსენე ის რომ ლამასიას შთაგონებით ლიდში აკადემია გააკეთეს და თან ის ინერცია რო იყო რომ აი ფერგიუსონმა ეს რაღაცა ბავშვებით მოიგო ყველაფერი აი ამ ტალღაზე ამანაც გაურისკა და მისცა შანსი ძალიან ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს და აი ამ მუხტით გავიდა ფონს ეხლანდელი გადმოსახედიდან ესე უყურებ. ალბათ შეიძლება იცოდე ეს ფაქტი გახსოვდეს რომ ამ სეზონში რომელზეც ჩვენ ლაპარაკობთ სადღაც შუისკენ 2000 წლის ბოლოსკენ უფრო სწორედ ასისტენტად მოყავს ბრაიან კიდი. რომელიც არაერთი წელი იყო ფერგის ასისტენტი, მე ბლეკბერნში მთავარმცველად დანიშნეს, დაბლის მერე. ეს ბრაიანკიდის მიყვანა მაგარი ის არის, რა ქვია, მეთოდი არის. მეთოდი ხო მიყავს ბრაიანკიდი. თუ რამის მოგება გინდოდა ინგლისში, ამან ხო ეგააკეთა, მე იმას ხო დაუნიშნეს სიტიში. მანჩინის მე მგონი ბანამდეც ჰიუზის ასისტენტი ანუ ეგრევე ეს მიიყვანეს რომ აი ფერგისთან ამუშევარი კაცია და თან ამ პერიოდში ფერგისთან კონფლიქტი მოსდის ამ ბრაიანკიც იმიტომ რომ ფერგი წერს ავტობიოგრაფიაში რაღაცა კრიტიკულს მასზე რომ თითქოს დვაით იორკის ტრანსფერისას განსხვავებული შეხედულება ჰქონდა და ამ დროს კონფლიქტი დაიწყო და ნუ აი ფორუმებზე მათ შორის ესეც იყო რომ ერთი ესეთი მხწოვანი შედარებით რაღა მხწოვანი თქვენს ფანები იყავით მაგ დროს მაგრამ ამბობს რომ მახსოვსო რომ მაშინ ეგ მოლოდინი გქონდა თითქოს ეს კიდი ფერგიზე გაბრაზებული თქვა დამატებითი мотивაციით იმუშავებდა როგორც ას მანჩესტერის მოსისხლე მტრის წინააღმდეგ და ამან შეიძლება იქონია შედეგიო და ეს კაც მოიყვანა head coach-ად ანუ ვინც უშუალოდ ავარჯიშებს გუნდს ხო first team coach-ად ხო გადავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე იმიტომ რომ მაინც როგორც თქვით ეს სეზონი იმიტომ გახსოვს უფრო მეტად კი ჩემპიონთა ლიგის გამო ხო პრემიერ ლიგაში გავიდნენ ანუ მაგარი შედეგია მაგრამ ნუ ჩემპიონთა ლიგის გამო გახსოვს მაინც და მაინც ეს მოგონებები რომლებიც ჩაგვჭა ალბათ და გავიაროთ სწრაფად ჯგუფები მაშინ იყო ეს ქვე ჯგუფი შემდეგ ამის გასვლისას კიდე ერთხელ დგებოდა ახალი ჯგუფები და ლიცი აქ გავიდა სწორედ და ბევრი ამბობს რომ ორივეჯერ სიკვდილის ჯგუფში მოხვდა იმიტომ რომ ნუ ბარსელონა მილანი ძალიან დიდი გუნდები არიან ბეშიქტაში არა და აქ უკვე რეალი ლაციო და ანდერლეხტი. სამივე არის თავის ქვეყნის ჩემპიონი. რეალი არის ლიგის მფლობელი, ლაციო არის სერიას ჩემპიონი, როგორც თქვი და ერთი წლით ადრე აქვს UEFA-ს თასი მოგებული, ხო, მე მგონი? თასების თასი. თასების თასი, ხო, ბოდიში, თასების თასი. და ანუ ძალიან ძლიერი გუნდები არიან. ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, სულ არაფერი არ ქონდეს მოგებული ლაციოს, ხო, ტიტულებს თავიდან ისეთი შემადგენლობა ყავს, რომ ნუ მართლა სიკვდილი ჯგუფია. და ახერხებს ლიცი, რომ აქედანაც გავიდეს. მე ხდება ესეთი რამე, რომ უკვე მეოთხე ფინალურ ეტაპზე მივდივართ, წილის ყრამ დეპორტივო არგუნა და ეგ ძალიან თამაშები. ძალიან კაი ისეთი რაღაც სახასიათო რაღაც მოხდა როი მაკაიმ თუ არ ვცდები წინ მატჩის წინა პრეს კონფერენციაზე გამოიყენა სიტყვა რომ სუსტი რგოლია ამ ტურნირისო ლიციო. რაც სავსებით ლოგიკური განცხადება იმ თვალსაზრისით რომ იქ იყვნენ არსენალი, იყო მანჩესტერი, იყო ბაიერნი, რეალს ვერ შეხვდებოდა იმიტომ რომ ერთი ქვეყნის წარმომადგენლები იყო და ახლა ლიცი მოჩანდა ყველაზე სუსტ გუნდად, მაგრამ არა რეალთან დაპირისპირება შეიძლებოდა მეოთხე ფინალში უკვე შეიძლება ერთი გუნდის შეხვედრა. ჯგუფში არ შეიძლება, ხო? მართალი ხო. ნუ მოკლედ ანუ ცხადია რომ ყველაზე სუსტი გუნდია ამათგან და ლიცის ფანებმა ეს ცხადია არ დაივიწყეს და როცა პირველი თამაში ლიცმა 3-0 მოუგო ელანდროუძე ღეროდნენ რომ სუსტი რგოლი 3-0 იგებსო უხეში თარგმანით რაღაც ესეც. მეორე თამაში ძალიან ანერვიულა დეპორტივო 2-0 უგებდა 73-ზე გაუტანა მეორე გოლი და მაშინ იხსენებს იან ჰარტი რომ ბომბავდნენ ყველა მხრიდან ჩაწოდებები გართხმები მაგრამ ოლირის გამოცდილება არ ქონდა რა მაგდონეზე წნეხის განკოლების მაგ თამაში და შემდეგ თამაში უკვე ვალენსიასთან რა თუმცა აქ ამ შემთხვევაში გაიარეს და აქ წავიდა სამგოლიანი უპირატესობით იმაში, რა ქვია, ლაკურონიაში და
დამის წააგეს ის თამაში. კი. და იქ საერთოდ გოლი ვარ გაიტანეს მე სახში, იმიტომ რომ აი ეგ გამოჩნდა რომ მაგ დონეზე წნეხის გამკლავების რესურსი არ ქონდა ამ ტიპს და გამოჩნდა ის რომ თვითონ გუნდიც უკვე გამოფიტული იყო ამდენი თამაშის ესეთ სტილში ჩატარება, როგორი ფეხბურთს ისინი თამაშობდნენ. აღმოჩნდა რომ არ არის კარგი რა ესეთი გუნდისთვის, ესეთი მასშტაბის გუნდი, ვისაც გრძელი სკამი ყავს ხა რაღაცა. მართალია. 2011 წლის მანჩესტერი არის. მაშინ კი, მაგრამ როცა ეს რაღაცა შეგროვებული ფეხბურთელები ყავს, რომლებიც რაღაც ზოგი პირველ მეორე სეზონს თამაშობს საერთოდ პროფესიული კარიერის, აი მან დაეთყო. მაგრამ ყველაფერს დაემატა ის, რომ პირველ მატჩში ვალენსიასთან ლი ბოიერი თან ახლა ვალენსია არის წინა ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი. ძლიერესი გუნდია და ლი ბოიერის მისცეს დისკვალიფიკაცია საპასუხო მატჩისთვის, იმიტომ რომ თორსტები იმ თამაში არ გაუგდიათ, მაგრამ მერე მისცეს დისკვალიფიკაცია რაღაც ესე იყო, თუ წითელი მიიღო. დააბიჯა ვალენსიას ერთ-ერთ მოთამაშეს და მაგიტო დააკლდათ მესტალიაზე. შემდეგი წლიდან ნელ-ნელა გუნდს დაეწყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა, ჯერ გავარდნენ ჩემპიონშიპში. მერე აი ეს ფინანსური კრიზისიც დაიწყო შენც გაიხსენე და სხვა მაინც გავარდებოდნენ ჩემპიონშიპში ერთ სეზონში შემდეგ. ათიკულა დააკლეს და დაქვეითდნენ, მაგრამ მაინც ვარდებოდნენ, სულ არ დაეკლოთ ეგ ათიკულა, მაინც გავარდებოდნენ. ის რომ გუნდი ჩაიძირა, ეს არ აისახა აკადემიაზე, ამ პერიოდში იყო ზუსტად მილნერი ახალი პროდუქტი აკადემიის, ფაბიან დელფი, სიტიდან ახალგაზრდა გულშემატკივრებმა იციან, მაგრამ არის ლიდსის აღზრდილი, მაკორმაკი, შოტლანდიელი ფორვარდი, კრის უდი ხა რომელიც ჰაიპშია ერთი პერიოდი ლიდსის ფეხბურთელი იყო და ლიდსის იმას რა ქვია, წვალებას ჩემპიონშიპში და ლიგა 1-ში აი ეს ფეხბურთელები რაღაცა უსუბუქებდნენ რა გულშემატკივარს. ხო და აი ხა აქ მოტანილი მაქვს ერთი რელიკვია ლიდსის საშინელი პერიოდის, ეს უბრალოდ მაკორმაკი არის. საერთოდ გუნდს როცა ერხევა ინგლისში და წუდღეშია ეს პირველ რიგში აისახება ხოლმე პროგრამის ხარისხზე. და ამის ზომა და თვითონ შიგთავსის ამაზე მიგვითითებს და ამის ადემონსტრაციოდ რომ აი წარმოვიდგინოთ კონტრასტი როგორია, წამოვიღე მეორე პროგრამაც რომელიც არის ზუსტად იგივე სეზონის. ხო, ჰოლანდიისია. არის ბორნმუთის შეფილდ ვენსდის თამაშის და ეს არის იმ სეზონის წლის პროგრამა, ანუ ბრიტანეთში არის დაჯილდოება ყოველ წელს, ბრიტანეთში რომ ინგლისში რა ფეხბურთის ლიგის დაჯილდოება, სადაც დაჯილდოებენ ხოლმე წლის პროგრამას და ნუ აი ესეთი სხვაობა არის რეალურად. და მოკლედ ეს პერიოდია, აი ეს რაღაცა იმით მოვიდნენ ბიელსამდე, რომელმაც უკვე ძალიან ბევრი რამე შეცვალა და რომელიც სტატუს საფეხბურთო სუბკულტურის პროდუქტიც გახლავთ ასევე. ხო, მაგრამ მე ბიელსას დიდად არ ვგიჟდები. რატო? როდესაც ფიბუს ტრანსფერი გავიხსენე და ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა ჩემს ცხოვრებაში. ყოველთვის ამას უბრუნდება, ხვდებით, ეს არის თავარი საკითხი. მეუბათილებს მთელი ყველა სიკეთეს, რაც ბიელსამ ფეხბურთს მისცა, რაღაცა ეს. მაგრამ ჩემთვის ბიელსას ფეხბურთს ამისცა. მეორე ყველაზე დიდი დარტყმა ჩემი საფეხბურთო გულშემატკივრული კარიერის იყო 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც ბიელსამ ჩატოვა არგენტინის ნაკრები ჯგუფში. უძლიერესი არგენტინის ნაკრები კი რა სამართლიანობისთვის ამის მწვრთნელობის დროს გამხდარი, მაგრამ ის ვარსკვლავები და ფეხბურთელები რომელიც არგენტინას ყავდა, ბიელსას არ გაუზრდია. აი ეს სასწაული გუნდი ჯგუფში ჩატოვა. გადავიდეთ კატეგორიებზე. პირველი ტრადიციული კითხვით გავხსნათ. ეს გუნდი 2000-2001 წლების ლიდსი დღევანდელ ფეხბურთში გაკაჩავდა თუ არა? ჩემი გამოსახედიდან ვერა. ძალიან გაუჭირდება. ვერა, ერთი ვერა. ჩემი გამოსახედიდანაც ვერა, იმიტომ რომ დაუბალანსებელი გუნდი არიან წარმავალი ფეხბურთელები, არიან ახალი ფეხბურთელები და ეს რაღაცა ასაკობრივი ბალანსი დასული არ არის რა. იმას რო თავი დავანებოთ, რომ დევიდ ოლირიზე უკვე ვისაუბრეთ და ვის სამწრელო ტიპურადაც იმ პერიოდისთან, იმ პერიოდის 4-4-2-ით დღეს შანსი 0% 0 იქნება. თან აი ვიღაცამ შეიძლება ვთქვათ, ვითამაშებ ახლა მცირე ხნით ეშმაკის ადვოკატს, რომ აი ითამაშებდნენ ისევ აი ამ რაღაცა ხასიათით და ჯიგრით. არა, ეგ ხასიათი და ეგ ტემპი და ეგ ფეხბურთი დღეს ხო, ეგ უნდა მეთქვა, ანუ ეს რაღაცა რასაც რა ტემპსაც, რა ენერგიასაც თავაზობდა, ეგ ნორმალიზებული, ანუ ბევრი გუნდი ეგრე თამაშობს. ამ ლიგში რეალურად თამაშობდა ძალიან ბევრი ხულიგანი. და
დისციპლინის როა ძალიან დიდი პრობლემები ექნებოდა, იმიტომ რომ არ დაგვავიწყდეს რომ საჯობაც კი 2000-იან წლების დასაწყისში ბევრად განსხვავებული იყო დღევანდელისგან. იქ რო ბოიერს აგდებდნენ 7 თამაში ერთხელ წითელბარათს რო იღებდა, აქ მიიღებდა ყველა თამაში წითელბარათს თავისი ქმედებების გამო. ასე რომ მაკროულად ძალიან შეცვლილია და ეხლა ჩვენ აქვს აუბრობთ იმაზე რომ იმას კი არ ვლაპარაკობთ რომ ლიცი ადაპტაციას გაივლდნენ, კი გასაგებია იქ, მაგრამ ჩვენ წარმოვიდგინეთ თუ ვერ გაიარეს ადაპტაცია, ანუ ის რასაც თამაშობდნენ, იმას თამაშობენ 1-1-ში. ამ შემთხვევაში ძალიან გაუჭირდებოდა. მე მგონი პრემიერ ლიგიდან სადაც მაშინ მესამე-4 ადგილზე გადიოდნენ, ეს გუნდი აი ეხლა რომ გადმოსვა და პირდაპირ ის ფეხბურთი თამაშობდა, პრემიერ ლიგიდან გავარდებოდა ულაპარაკოდ. უეჭველი. ტრანსფერებზე ვთქვათ, შეგვიძლია ვილაპარაკოთ რა მოხდებოდა ვინმე რომ ეყიდათ, მაგრამ მე დავიწყებ იმით რა მოხდებოდა ვინც იყიდეს ის რომ არ ეყიდათ და ამ შემთხვევაში ყურადღებას გამოვხილებ ერთ კაცზე, მარკ ვიდუკაზე. კი ვთქვით რომ 5 ტრანსფერი გაკეთდა, იქ ფერდინანდი იყო, რობიკინი, დაკური იყო, ვიდუკა და მეხუთე იყო მატეო, მაგრამ მე მგონია რომ ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ვიდუკას ტრანსფერი. ჯერ ერთი იმიტომ რომ არის გუნდის ბომბარდირი, 22 გოლი, 6 საგოლე პასი ყველა ტურნირზე, მაგრამ მაგის მიღმა მათ შორის ოლირის კომენტარიც არსებობს, როცა ხსნის, რატო იყიდა ვიდუკა. ეს იყო ადამიანი, რომელიც ჩვენი გუნდის შემტევ პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო. ანუ ის პირველი ბურთი, რომელიც ვიდუკას უნდა მოეგო, შეეძლო ბურთი ეთრია, შეინარჩუნებინა და მერე დაეწყო სხვა ნახევარმცველების ჩართვა და ესე ასულიყვნენ შეტევაში. მის გარდა ესეთი ფორვარდი ამ გუნდს არ ყავდა. ვერც ალან სმიტი ვერ შეასრულებდა მაგ ფუნქციას, ვერც რობიკინი. ამიტომ ვიდუკას ტრანსფერი, ვერც მაიკლ ბრიჯესი რომელსაც დაიმტრა. აი ამ პირველ პასზე მებრძოლის კაცის გარეშე ეს გუნდი ახლოსაც ვერ მივიდა და ჩემი აზრით. ისედაც ფეხბურთისთვის ცოტა უცნაური ქვეყნის წარმომადგენელი რომელიმე კლუბთან რო ასოცირდება, მნიშვნელოვანი ლინკია რა ნებისმიერი კომაგისტვის და ამ ლიდს ეგ გამოარჩევს, რომ კი იყო აქ ბოიერი, კი იყო თქვათ იან ჰარტი, დენი მილსი თუ პოლ რობინსონი, ლუკას რადები თუ ჯონათან ვუდგეიტი, მაგრამ პირველი რედის გამოც ეს ლიდსი გულშემატკივრს ახსენდება, არის ორი კაცი, მარკ ვიდუკა და ჰარი კიუელი, ორი ავსტრალიელი, რომელიც ერთად თამაშობდა მაშინაზე, დღესაც კი ბევრს გაიხსენებ, ორ ავსტრალიელს, რომელიც ერთად თამაშობდა ხორვატი. მელბურნელი ხორვატი. იმ იშვიათ ფეხბურთელთაგანია ამ ლიდში, რომელსაც ყველაზე მეტად ეკუთვნოდა ალბათ დიდ გუნდში თამაში. როგორც მინიმუმ ლიდსიდან მიდლსბროში გაგრძელება კარიერის. ძალიან უცნაური იყო. ვიდუკასი ძალიან უცნაური იყო, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ფორვარდი იყო. რაც დაამტკიცა მიდლსბროში. მთელი 4 სეზონი მიდლსბროშიც და მანამდე ლიდში, მანამდე სელტიკშიც და ასევე ნაკრებში და ამ ლიდსიდან წასულ, იმიტომ რომ ნახე ვიდუკა ლიდსიდან წავიდა ხო გავარდა ლიდსი. და წავიდა მიდლსბროში, რომელიც ასევე გავარდა მალევე. არ მახსოვს ვიდუკას პერიოდში თუ არა, მაგრამ მე გავარდა. მანამდე UEFA-ს თასის ფინალში გავიდა. ხო, და ნიუკასლში დაასრულა უკვე რომელიც გავარდა. ნიუკასლი ნამდვილად იმ სეზონში გავარდა, როცა ვიდუკა იყო იქ. 2009-ში. ანუ რას ვაკავშირებდი? ნახე ვიდუკა იყო ლიდსში, საიდანაც რო წავიდა ლიდსი მალე გავარდა. იყო მიდლსბროში, საიდანაც რო წავიდა მიდლსბრო მალე გავარდა. სამოწურულო გუნდებში გადავიდა მე. და მე მივიდა ნიუკასლში, რომელიც იმ სეზონში გავარდა, როცა ამ კარიერა დაამთავრა. ანუ როცა ლიდსი ბალანსში როცა იყო ბოლო 2 თვე მწვნელი, ნიუკასლი რო გავარდა, ამ კარიერა დაამთავრა. და აი ეს მაისუ რომელიც გვიკიდია სხვათა შორის. ვიდუკას მისვლამდე რომ ერთ-ერთი ვარსკვლავი ვინც ყავდათ იქ ფორვარდად. არის ჯიმ ხასელბენკის მაისური. ასევე ამ კაცის პოსტერი. იგივე მაისური არის, ოღონდ მე მგონი პირველი სეზონი თუ არ ვცდები ჯიმის ლიდში გატარებული, სანამ ნუ მე 2 სეზონი იყო, ხო? 2 სეზონი იყო და გადავიდა ატლეტიკოში. აი, ეგ ატლეტიკო ლა ლიგიდან ვარდება. თასალბანკი ბომბარდირი ხდება იმის ლა ლიგის. ჯერ მაგის გახსენება ძალიან იშვიათ შემთხვევა არის, რომ ტოპ ჩემპიონატებში გაიხსენო ფაქტი, როდესაც ფეხბურთელი ბომბარდირი გახდა და გუნდი ლიგიდან გავარდა და პლუს ეს გუნდი თუ ატლეტიკოა. მე მგონი მაგიდის დერბისთვის კაი კითხვა იქნებოდა. რომელი? ჰასელბანკის ატლეტიკო ძალიან ცნობილი ფაქტი არის. არა, თუ არსებობს სხვა, რომელსაც გაიხსენებდა ადამიანი, თქვა. ეგ საინტერესო იქნებოდა. აი, ვიდუკაზე შევთანხმდით მაშინ. ვინ არის ამ გუნდის მანუ ჯინობილი? აი, თქვა სუპერ შემცვლელი, სუპერ საბი, რომელიც სკამიდან მე ვიტყვი მაგას. ჩემ ვერსიას მე დავასახელებ 3 ნომინაციას, ვინ თქვა იმით სტატისტიკით. და მე ვისაუბრო, თუ არ ეთანხმები შეიძლება სულ სხვა ვერსია თქვა. მე შეიძლება და ვეთანხმო, იმიტომ რომ სტატისტიკის შეფერება რა მოუწევს. სტატისტიკურად ეს არის ჯეისონ ვილკოქსი, რომელიც 23 ჯერ შემოვიდა შეცვლაზე, ეს იყო ცხადად სკამის ფეხბურთელი, რომელიც შემოდიოდა, შემოყავდა ოლირის. მეორე ჩემი ნომინაცია არის რობიკინი, რომელსაც არა აქვს ამდენი
შემოსვლა, იმიტომ რომ ჯერ თამაში აქვს ცოტა და ეს მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი ქონდა და მესამე არის ჰარი კიუელი, რომელიც 8 ჯერ შემოვიდა შეცვლაზე, ქონდა 2 გოლი, 7 პასი. კიუელს მე ვერ დავასახელებ, იმიტომ თუ ვინმე სხვა გაქვთ. ჩემ წარმოდგენაში კიუელი ძირითადი წევრია. ბირთვის წევრი არის. თქვენ არის. გახსოვთ როგორც ძირითადი მოთამაშე. ვილკოქსაც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ კი გაიტანა ძალიან მნიშვნელოვანი გოლი ერთი ამ სეზონში ლიგაზე, მაგრამ ჩემთვის რობიკინია და რო გეთქვა რომ არც ერთხელ არ გამოსულა ცვლილებას რომ მაინც რობიკინს ვიტყოდი. იმიტომ რომ მაგ როლშია მისული ფაქტობრივად გუნდში. ანუ ზამთარში მიიყვანეს იმისთვის რომ შეტევის გაძლიერება გახდა საჭირო მაიკლ ბრიჯესის დაზიანების გამო. და ჰაკერების გაყიდვის გამო. ის ნიუანსი ვახსენეთ რომ ანუ იმიტომ თვლით ახლა ჩემ წარმოსახვევის ეგრე არის რობიკინი იმის გამო რომ ჩემპიონთა ლიგაზე არ უწევდა თამაში იმის გამო რომ ინტერის ფორმით ჰელსინბურგთან ითამაშა ეს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები და უკვე უფლება აღარ ქონდა ლიცით გაეგრძელებინა ლიგაზე თამაში. თამაშა მატჩები სადაც ინტერი გავარდა. ძალიან დააკლდათ. ხალხ ერთი რამე გავიხსენოთ. 19 წლის არის. ხო, პატარა. 19 წლის არის. და უკვე ინტერი რომ ხელად ანხას იხდის შენში ეს ძალიან დიდი განაცხადია და აქაც მოდის 6 თვეში შანსი არ მისცეს ფაქტობრივად. ხო, სერიაში აქ რამდენიმე თამაში ნათამაშები სულ ძალიან უცნაური ფაქტი იყო ზოგადად ის რომ ჯერ ამ ხალხთან ხარ გადაიხადა მიხო პერსპექტივით. მარჩელო ლიპისთან რობიკინი არ ვიცი. ძალიან უცნაური დროს მოხდა უცნაურ ადგილზე. თან რობიკინი არის ფეხბურთელი რომელიც ამ ლიცთან არ გახსენდება. არ გახსენდება, არანაირად. იცი რომ აქ იყო ესე, მაგრამ აი ეს ლიცი რო გახსენდება, რობიკინს ვერ გახსენდება. ძალიან გავს. და რატო არ გახსენდება? იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგაზე არ იყო. ხო და დაახლოებით ძალიან გავს რობიკინის ექსფელი ლიცში, რობიკინის სფელს ლივერპულში. ხო. ნახევარი სეზონი 2008-9. სადაც რატო გაუშვეს, ანუ ვერ გაიგება, აი რა არსენალს ხო გაუტანა ემირეიტსზე. 7 გოლი გაიტანა იმ ნახევარწრეში, იყო ტორესის დუბლიორი. გუნდს ყავდა ეს ტორესი და დავიდ ნგოგი და კინი თავდასხმის ხაზში კინს უშვებენ ტორესი იმტრევა და 8-9 წლის სეზონის მეორე ნახევარს თამაშობს ნგოგი. ნუ აი არ ვიცი და აგებენ ლიგა კარგავენ ქულებს და იგებს მანჩესტერი. კინი აი რისთვის აი არ ვიცი რა. ამდენი წელი კარგი ყოფილიყო ფეხბურთელი. პირველი ის იყო არ დაგვავიწყდეს თან იმ სეზონში 2008 წელს, როცა იუნაიტედს მოუგო ლივერპულმა პრემიერ ლიგაში ძალიან დიდი ხნიანი პაუზის შემდეგ. ხო. ორივე თამაში მოუგო. კინი თამაშობდა 90 წუთი ითამაშა ის თამაში. ძალიან დიდი მუხტი შეიტანა. ძალიან კარგი ფეხბურთელი. ხა ეგეთი ფეხბურთელი ბექაპზე რო ყავს პრემიერ ლიგის პრეტენდენტ გუნდს სეზონის შუაში რატო უნდა გაუშვა ეგ არ მესმოდა ბენიტეს მაგის გამო წავიდა დაღმასვლა აი მაგის მაგიდან დაიწყო რა კინის გაშვებით ის სეზონი რო ვერ მოიგეს მე ალონსო წავიდა აპოლანი მოიყვანა მოკლედ ეგ ცალკე გაცემ 2009 წლის სისტემა არის ლივერპულის ფანების ტკივილი მომაწვა ეხლა ესე ემოციურად და მტკივნეულად ჯერ кайხანი ეს არ მინახავს და მე კიდე ადამიანს ელაპარაკოს რობიკინის საიდან მე წასვლაზე ეს ემოციო პირველად ნუ კაი ეს ძალიან ჩარჩენილი მაქვს ამ სეზონის ლიდს დაუბრუნდეთ და გარდამტეხი მომენტი დავასახელოთ აი რამ განაპირობა ის რომ და მოდი ამ შემთხვევაში ვილაპარაკოთ ჩემოთა ლიგაზე ძირითადად თუმცა მე დავასახელებ ერთ ვარიანტს პრემიერ ლიგიდანაც და თქვენს თქვით ერთი ეს არის მილანთან გასვლაზე ფრე რომლის გამოც ჯგუფიდან გავიდნენ აი როგორც თქვი ეს ფრე რო არა ანუ ეს თამაშო წაეგო ლიდს ჯგუფში რჩებოდა ბარსა გადიოდა მე სხვას ვიტყოდი. მეორე არის ლაციოსთან მოგება გასვლაზე. ალბათ ყველაზე ესეთი რთული მოგება ამ სეზონის და მესამე ყველაზე სანახაობრივი მატჩი რომელიც ამ ლიდს ჰქონდა სულთა გოლების თვალსაზრისით ეს არის ლივერპულთან 4 ნოემბერს 4-3 4 გაიტანა ვიდუკამ და აქედან 4 დღეში ანუ 8 ნოემბერს ითამაშეს მილანთან აი ეს თამაში. მე გადამტეხად ვიტყოდი ჩემპიონთა ლიგიდან ერთ თამაშს, როცა მილანს მოუგეს სახლში, როცა დიდამ ფაქტობრივად თავის კარში შეაგდო გოლი. ზუსტად იგივეს თქვას ვაპირებდი, იმიტომ რომ მანდ დაიჯერეს რომ შეიძლება მილანთან მოგება. კი. ლაციოსთან შეიძლება მე მოგება, რეალთან შეიძლება თანაბრად თამაში და ყველასთან. პრემიერ ლიგაზე თითქმის აღარ მომახვილებთ ყურადღებას და თქვათ ის რომ როდესაც ლიცი თამაშობდა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პირველ და მეორე ჯგუფურ ეტაპზე პრემიერ ლიგაში კატასტროფულად თამაშობდა. კი, სეზონის პირველი ნახევარი და საბოლოოდ მეოთხეზე დაამთავრეს. და მეოთხეზე დაამთავრეს, იმიტომ რომ თუ გადახედავთ ბოლო 15 თამაშს დაახლოებით, ლიცი ბოლო 15 თამაშს რო შეფასებული იყო პრემიერ ლიგა ჩემპიონი გახდებოდა ალბათ იმდენი ქულა აიღეს. 2 წაგება. ხო. 4 ფრე
და აი ბოლო 15 თამაში როა იყო აქ 13 მოგება 2 13 მოგება. კატასტროფაა, ისეთი მაგარი კატასტროფა, კარგი კუთხით გულის, რომ ძალიან მაგარი შედეგები დადეს და საბოლოოდ ძალიან ცოტა დააკლდათ ისევ ჩემპიონთა ლიგამდე და მეოთხე ადგილზე გავიდნენ და UEFA-ს თასის საგზური მოიპოვეს, რაც იმ პერიოდის ლიცისთვის, რომელსაც ესეთი კატასტროფა ჰქონდა პრემიერ ლიგაში, ძალიან დიდი წარმატება იყო. ანუ საბოლოო ჯამში სეზონი მაინც დადებითი გამოვიდა. ოღონდ ისეთი იმედგაცრუებულები დარჩნენ ძალიან. გადავედით ედგარ დავიცა ჩვენი გადაცემის ერთ გულ და მნიშვნელოვან კატეგორიაზე. ამ გუნდში რომ ყოფილიყო ედგარ დავიცი, ეს უკეთესი იქნებოდა ამ გუნდისთვის თუ არა? ძალიან წყნარად გასწავლით ბარსელონასგან, სადაც ვერ ჩავშვი. მიუხედავად იმისა, რომ როცა ითამაშა დავიცი მეკინას 3 წელი იყო გასული. ამ ლიგში ძალიან წყნარად წარმომიდგენია. ძალიან წყნარად. დევიდ ბატის ამოვაგდებ და კურდაკურს იქნებოდა მარჯვენა და დავიც დააყენა ბატს. მე მგონი იმის გარდა რომ ყველას აჯობებდა მის პოზიციაზე და კონკურენტესი არ ეყოლებოდა, ხასიათითაც იდეალურად ჩაჯდებოდა. 60 წითელბარაც ეგეც მიიღებდა ძალიან წყნარად. ერთ-ერთი ძველი ბიჭი იქნებოდა ამ ძველი ბიჭების გუნდში. თან შედარებით გამოცდილი ხო ამ დროს გამოცდილი ძველი მეტი რამ აქვს ნანახი. დავიცი რომ ამ ლიგში რომ დავიცი ეთამაშა, ეჭვი მაქვს რომ შეიძლება ლიგა მოეკოთ. ის რომ ერთი ფეხბურთელის მიყვანით გუნდი შეიძლება რადიკალურად გადასხვაფერდეს, შეიცვალოს და წარმატებული გახდეს, დავიცმა დაამტკიცა ეგ. რო აი ეგეთი ფეხბურთელის მიყვანითაც კი ბარსელონაში. მაგრამ სრულად საფეხბურთო ამბავი მოვილიოთ. ვინ მოიგო ეს სეზონი, ანუ ვინ დარჩა ყველაზე გამარჯვებული იმითი რომ თქვათ ლიცი გავიდა ნახევარფინალამდე, მე-4 ადგილი დაიკავა. ერთი მოთამაშის გამოყოფა თუ შეგვიძლია, მოდი ეგ შემიძლია. თამაშე შეგვიძლია. გამოწვევა ავიღოთ ჩვენ თავს. სამს დავასახელებ. მე შემიძლია. და მწვრთნელიც იქნება მათ შორის ერთი, იმიტომ რომ მე ჩემ კანდიდატს ვიყმაშ, არ შემეძლო, მაგრამ ხა შემიძლია შენ ჯინას. კი გავაკრიტიკეთ ძალიან დევიდ ოლერი, მაგრამ ეხლა ფლადისი არ გამოვიდეს, რომ მწვრთნელის გარეშე მოხდა ეს ყველაფერი და ამიტომ ერთ-ერთ ვერსიად დავასახელებ დევიდ ოლერის. მეორე ცხადია ლიბოიერი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გოლი, ძალიან ბევრი რა, რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, მათ შორის აი მილანთან. ბარსელონასთან ფრე შეაგდო ბეშიქტაშთანაც, მაგრამ ბევრი გოლი შეაგდო. ვიდუკა, იმიტომ რომ ბომბარდირია ცხადია, ყველაზე მეტი გოლით და მესამე არის დევიდ ოლერი, როგორც თქვი. აი ვის აარჩევდით აქედან, ან თქვენი ვარიანტის დაასახელეთ. მე ვიტყვი ერთი დევიდ ოლერის მაინც ბუნებრივია, იმიტომ რომ ერთი თქვით, სამი და არა, ერთი 9 და ის რა პონტია. მე ვარიანტებს გთავაზობთ, მე ერთი უნდა დაასახელო. ჩემი არ ამირჩევია ჯერ. ჩემი კანდიდატი არის იან ჰარტი. რატო? ესთეტიურად კარგი ჯარისინი უყვარს. ჩვენი გოლები გაქონდა, ჯერ ბევრი გოლი გაიტანა ძალიან. 11 გოლი 8 გოლე პასი ეს არის. სველისთვის საგიჟეთია. მაგარი შედეგი. იყო რა თქმა უნდა მატჩში შედეგად წინ თამაშობდა ნახევარდაცვის, აი 4 ნახევარდაცვიდან ნახევარმცველიდან წინ იყო, მაგრამ ეგ ლიცი, აი როგორც რაღაცა პერიოდის ევერტონზე მახსენდება ლეიტონ ბეინსი და შემოს კოულმენი, ამ ლიცზე რატომღაც აი მახსენდება იან ჰარტი და იმ პერიოდის ირლანდიის ნაკრებზეც თან ასე. აი წერას თქვი სმიტის ლურჯი ტუჩები და იან ჰარტის გატანილი ჯარიმები არის ერთ-ერთი ტოტემი მაგ გუნდის. ძალიან ბევრი გოლი გაქონდა ლიც სტანდარტულის მერე, რომელსაც ჰარტი ასრულებდა, ან თვითონ იტანდა ჰარტი. ან აწვდიდა რაღაცა იტანდა თავით იქნებოდა ეს ვუდგეიტი, ფერდინანდი, ლუკას რადებე, დენი მილსი თუ ვინმე სხვა. შენი პიკი ვინ არის? ჩემი პიკი არის სმიტის ლურჯი ტუჩები და ჰარტის ჯარიმები ხო ახსენეთ და აი ამ კაცის გოლები. ხო. ჩემპიონთა ლიგაზე იყო ალბათ ის რამაც განსაზღვრა ამ გუნდის ნახევარფინალამდე მისვლა. კი. ლიბოიერზე მეტი გოლი იმ სეზონში გაიტანა ლიგაზე მარტო რაულმა. რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. მართლა? მას მოლაპარაკებით თუ. და თან ბომბარდირებში მეორე ადგილზე გავიდა ბოიერი. ბომბარდირებში რაული არის, მე არის 1-5 ფეხბურთელი, 6 გოლი. ერთი არის ლიბოიერი, მე მგონი ერთადერთი ნახევარმცველი, თუ არ ვწდები არ მახსოვს. მაგრამ თავი რა იყო, გოლებზე არ არის აქ მაინც და მაინც აქცენტი. კლაჩი ალბათ. ის ენერგია და ხასიათი, რაც ლიბოიერს ჰქონდა ამ გუნდში, რაც სამწუხაროდ მე არ გადაითარგმნა მისი კარიერის გაგრძელებაში. ულიას ლივერპულში არ წავიდა და დღეს შეიძლება ჩემპიონთა ლიგა ქონდა მოგებული 2005-ში. შმიცერების და ბისკანების და ვიღაცების მაგირად ეს ყოფილიყო იმ გუნდში. და რატო არ წავიდა ლივერპულში, ამასაც თავისი მიზეზი აქვს და რატო წავიდა იქ, სადაც წავიდა ვესტჰემში. ბოიერი არის პოპლარში გაზრდილი, ეს არის აღმოსავლეთ ლონდონი, არის დაახლოებით ნახალოკა ლონდონის. და ზუსტად ამიტომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ ლიციდან წავიდა თავისი უბნის გუნდში. ვესტჰემი მოგეხსენებათ არის ის ლონდონის გუნდი, აღმოსავლეთის პოპლარის ვესტჰემის არეა არის და ამიტომ წავიდა იქ ერთი შეხედვით როგორც წესი ხოლმე ფეხბურთში ესეთი კარგი მერვიჯები
ფასდება, მაგრამ ამის შემთხვევაში ესეც არ მოხდა და ვესტჰემიდან მალევე 10 თამაში ჩაატარა სულ. ლიცის გულშემატკივარი მეგობრისგან ვიცი, რომ დიდად ისე არ უყვართ დღეს ფანბეისში. უფრო მეტწილად შემდეგი სეზონების გამო იქ აი ამ სკანდალების გაუთავებელი რაღაცა დისკვალიფიკაციების მოკლედ ვერ წავიდა ამ კაცის საქმე, მაგრამ ისე როგორც წასულიყო, მაგრამ იმ სეზონში იყო ალბათ ამ გუნდის საუკეთესო მოთამაშე. ანუ ამ გადაცემის სახელი რაც არის, მე მგონი მე ერთ-ერთი ეგეთი კაცია. ამის საშუალება შემდეგ იმეზე რომ გადახვალ ეტაპებზე ამ კაცზე საუბრის აქ Soccer Stars-ი აქ მოტანილი, რომელიც შოთის გაგრძელება იყო, შოთ მაგაზინის, სადაც ძირითადად პოსტერები იბეჭდებოდა ხოლმე. და ესეთი მაგარი მეკარის პოსტერი თუ გაქვთ, რამდენი გაქვთ, როგორც ეს არის Nigel Martin-ის. Big Nige. და ძალიან მაგარი ისტორია აქვს ამ ტიპსაც, რომელიც აი იმ ეპოქაში ხა შენ ხო გახსოვს მარტინი ლიციდან და გახსოვს Euro 2000-დან, როცა რუმინეთთან დააყენეს. ერთი მატჩი ჩაატარა. სიმენის ბექაპი იყო, ხო? საკმაოდ არც ისე დავაჯერებელი იყო. რუმინეთთან იდგა დიდ მატჩებში და საბერძნეთთან 2002-ში ბექემის ჯარიმიდან სოფლიოს რო გავიდა, იქ იდგა მარტინი იდგა კარში. ხო და გვახსოვს ესე რომ ბავშვობიდან მახსოვს რომ მარტინი ჩააყენეს, ჯერ სიმენის რა რეპუტაცია ჰქონდა ნაკრებიდან გამომდინარე და მე ესეც რო დაემატა, მე აი უკვე აკრიფა მან ის ნარატივი გაჩაღდა რომ აი ინგლისის მეკარები არ ყავს და რაღაცა ინგლისის ნაკრების დამოკიდებულება მეკარეები. სინამდვილეში ხა ამ კაცს აქვს ესეთი ისტორია რომ არის კორნუოლიდან, რომელიც არის რაღაც აგრო ტურიზმის მხარე, კარგი სისაიდი აქვს, ქოუსტი, მოჭიდავეები, რაღაცა ფოლკლორული სიმღერები, ძალიან კელტების ნაწილი არის ინგლისი, მოკლედ კორნუოლი. ძალიან ცოტა ფეხბურთელი არის კორნუოლიდან, განსაკუთრებით ისეთები, ვინც ინგლისის ნაკრებში ითამაშეს, თან 27 თამაში აქვს თუ რაღაცა ჩატარებული. კორნუოლში დაწყებული აქვს კარიერა პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხნის გუნდში. სენტ რაღაც აღარ მახსოვს, ადგილობრივი გუნდი არის. სადაც გზა განვითარდა როგორ ხარ, რომ ამ სამოყვარულო გუნდში თამაშის დროს გადაღმა ხალიჩების მაღაზიის მეპატრონემ დარეკა Bristol Rovers-ში, ჯერ Bristol Rovers-ი ხოხტები არ არის, ის არ არის ხა რაღაცა Tottenham Hotspur-ი არ არის. მოკლედ ამ ტიმმა დარეკა Bristol Rovers-ში სამზარეულოში მომუშავე ქალთან და უთხრა რომ ესეთი და მაგარი მეკარე გყავსო ჩვენ იცნობდა ამ კორნუოლის სამოყვარულო ლიგაში და ვინმეს გააგონე გუნდში რომ ჩამოვიდნენ და ნახონო. მოკლედ ათამაშეს Bristol-ში ერთი სეზონი დაიტოვეს და აქედან 3 სეზონში გახდა პირველი მეკარე ბრიტანეთში, ვისშიც მილიონი ფუნტი გადაიხადეს. და გადაიხადა კრისტალ პალასმა, რომელმაც მოიგო თასების ასოციაციის თასი 90-ში, იან რაიტი. ნაიჯელი იდგა კარში და აქედან კრისტალ პალასიდან გადაყავს უკვე მე ვილკინსონს თუ გრემს არ მახსოვს რომელიღაცას ლიდში. აი ესეთი უცნაური კარიერის მქონე ტიპი არის და თან კრისტალ პალასში შეიყვანეს საუკუნის გუნდში. ლიდში არის შეყვანილი საუკუნის გუნდში და არის ერთადერთი რომელიც დონრივის გუნდის წევრი არისო. დანარჩენი ყველა არის 60-იანების სასტავი. ეს არის ერთადერთი ვინც ახალი ერის გუნდიდან მოხვდა. ანუ ამ გუნდიდან არავინ არ არის. არა. ტერი ვენეიბლზი სვავს კამზე და აყენებს რობინსონს. ტერი ვენეიბლზის ლიდსიდან მიდის როგორც უკვე მეორე მეკარე ევერტონში. იქ იმტრევა რიჩარდ რაიტი, დგება ნაიჯელი, 3 სეზონი ახეხინა ყველა სკამი. კარიერის ბოლო 3 სეზონი ევერტონში ითამაშა ძირითადში და იქაც გულშემატკივრების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია დღემდე. და მოიესა აქვს რა თქვა მე რომ ნაიჯელ მარტინი არის ჩემი ყველაზე დიდი შენაძენი ევერტონში. უფასო წაიყვანა და 3 სეზონი არ დაგვამოწეს რომ ეს არის ის ევერტონი რომელიც პირველად გავიდა ლიგაზე, ხო? ჩემპიონთა ლიგაზე. ვილიარიალმა გამოაგდო მართალია საკვალიფიკაციოში, მაგრამ მე-4 ადგილი დაიკავეს Big Four-ის ეპოქაში და ეს კაცი იდგა იმ კარში. გიორგის მოყოლის ისტორიაზე რა უნდა ვთქვა, მართლა ეგეთი ამბებია, მე მგონი რატომაც გვიყვარს ეს თამაში და ჯერ ერთი ამ პოდკასტის მაყურებლებს გვირდებით, რომ ესეთი ისტორიები კიდე იქნება და ბევრ ამის გაიგებთ ახალს, რაზეც
ალბათ წარმოდგენაც კი არ გქონდათ აქამდე. გადავედით ამ სეზონის არასაფეხბურთო ნაწილზე, რომელიც თან მაინც საფეხბურთოა და წავედით ცოტა ხელოვნებასაც შევეხოთ. ამ გუნდზე რო ფილმს იღებდნენ, რეჟისორი ვინ იქნებოდა? აქ მე ნომინაციებს აღარ დავასახელებ, შეგიძლიათ პირდაპირ თქვათ თქვენი ვარიანტები. მე მიმაჩნია რომ არ არის აუცილებელი ყველამ ჩვენი ვარიანტი ვთქვათ. თქვი რომ არ იცი. ან არ გინდა რომ დაასახელო. უბრალოდ არ იცი რა. არ გაქვს იქ არ მინდა იმის აღიარება რომ არ ვიცი. არ იცი შეგულისხმობ ვინ დაასახელო თორე რაღაცას. არა, ნახე, გადაცემის დაწყებამდე ვახსენეთ და მე გვარი ვერ გავიხსენე უბრალოდ, მაგრამ გიომ გაიხსენა და ერთი და იგივე კაცის დასახელებას ვაპირებდი და ახლა მე გვარი არ მახსოვდა და ამას სასწავდა. თქოს ძალიან გავს ახლა აი ეს რაც ლიბოიერის ცხოვრებისეული გამოცდილება, ალან სმიტის სხვების რაზეც ვისაუბრეთ, ესენი გვანან ძალიან კენ ლოუჩის ფილმების პერსონაჟებს. ან მაიკლის, ან ვინმე ისეთის, ვინც 60-იანების ბრიტანეთში იყო, kitchen sink რეალიზმი, ეგეთი არ ვიცი, რა სუბკულტურა, თუ რაღაც აი ფილმებიც, მუსიკაც, ნაწარმოებებიც რო ვითარდება რაღაცა ახალგაზრდა გაბრაზებულ ცხოვრებით უკმაყოფილო ტიპის გარშემო, რომელიც ვერ იმკვიდრებს თავს საზოგადოებაში და working class background-ით და რაღაცა რუტინული სამსახურია, გრძედა აქ, ან მაღაროელია, ან რაღაცა არის და თან უნდა რომ აი Sporting Life არის, მე მგონი თუ არ ვსწრები 61-2-ში გადაღებული ფილმია, რიჩარდ ჰარის თამაშობს, გლადიატორიდან გეხსოვნება, მარკ აურელიუსი. და იქ არის რაგბის მოთამაშე და თან შეყვარებულია, თან რაღაცა იმას დაათრევს აღაროს წერაყინს და ეგეთი აი მაგ ესთეტიკაში ჩაჯდებოდა კარგად ეს გუნდი რა, როგორც კესი კენ ლოუჩის, ხო, ცნობილი. აი ხელსაწერ. რიგაცო არა. ხო გითხარი, რაღაცემის დაწყებამდე ორივე შეთანხმებული იყო. მე ფილმსაც ვიტყვი. კენ ლოუჩის არ აყვან. მე ფილმს ვიტყვი, რომელზეც ეგ ფილმი რო სადმე როცა გადის ან ხვდება, სულ მგონია რომ ლიცის ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ როლებში. მიუხედავად იმისა, რომ ვინც თამაშობს გენიალურად თამაშობენ. Trainspotting-ი. ო, აი ტიპი ხო ხედავ ლიბოიერია რა. და გავს ცოტა ეს საქმე. მანდელა მინდა რომ კონდეს მანდელას ეფექტი და ვფიქრობდი რომ ლიბოიერი თამაშობს მაგ ფილმში რა. რატომაც აი მაიონ მაგრეგორის მაგივრად ლიბოიერი უნდა თამაშობს. ხო არა, ეგ მაგ ხაზის გაგრძელება არის რა. ის Trainspotting-ი ეგ არის მაგ ფილმის ფაბულა. იქ არის შოტლანდიური რეალობა, ნედები, ესე ვთქვათ და აი ეს ნედების კულტურა უკვე იქიდან მომდინარეობს რა, აი ბექგრაუნდი ეგ არის ხო. აი მე ვიტყვი აი ამ ეს ხო ის რო არის რაღაც. არა, აუცილებელი ვინმე თქვა გადადი შემდეგ თემაზე. ანუ კარგად შეკარა ახლა კენ ლოუჩი ეს საკმარისი. არა, აუცილებელი შენ საერთოდ ხმას აღარ ამოვიღებ. არა, წაიყვანე. არა, ხარამზე გეუბნე, ნახე. ეხლა რაღაცა ის შექმნა გიომ ამ კენ ლოუჩით, რაღაცა ის შეგრძნება დატოვა რა და შენ ხომ შეცვალო ეგ შეგრძნება და აღარ გინდა დატოვე. წავიგდებ ხმას. წავედით. რომელი ბენდია ეს გუნდი? აი აქ მე ვიტყვი. აი აქ მე ვიტყვი ორ ბენდს. იმიტომ რომ ერთი არის ძალიან general knowledge, საყოველთაო ცოდნა არის მეტნაკლებად, მაინც რომ და მიყვარს ძალიან ეგ ბენდი, თან ჩემ ერთ-ერთი საყვარელი ბენდია თანამედროვე ბენდებიდან, ანუ თანამედროვეში გულისხმობ 2000-იანი პლუს ბენდებს, რა. Kaiser Chiefs-ი, რომელიც ძალიან მევასება და ერთ-ერთი ისეთი ბენდია, რომელზეც ძალიან მინდა რომ მოხვდე კონცერტზე და არ ვარ მოხვედრილი თანამედროვეებიდან. და ნუ მიზეზი მარტივია, ძალიან Kaiser Chiefs-ი ამ ტიპებს ქვიათ, იმიტომ რომ ლუკას რადებე კაპიტანი ლიცის თამაშობდა Kaiser Chiefs-ში და Kaiser Chiefs-ი დაარქვეს ბენდს, იმიტომ რომ ლუკას რადებეს და ლიცის გულშემატკივრები არიან ზოგადად ხუთივე. და ნუ ბენდი ძალიან მიყვარს მე. მაგრამ მუსიკის ამბავში. ხო. მაგრამ მუსიკალურად არ გვანა. მუსიკალურად გავს აი ეს ბენდი, ის მაისურიც ხა მაცვია თუ ჩანს, არ ვიცი. Sex Pistols. Sex Pistols-ი. იმიტომ რომ Sex Pistols-ი გავს ყველანაირ, ჯერ ლაიდონის გამო, თუ ლიდონი, ჯონი როტენი. ჯონ ლაიდონი. ხო, ჯონ ლაიდონი და სიდ ვიშეზი, ხო, ორი არანორმალური, აბსოლუტურად შეშლილი, ახალგაზრდა ტიპი, სიდ ვიშეზი 21 წლის მოკვდა, საერთოდ. და ჯონი როტენი 21-22 იყო და იმის მერე მომღერალი არ ყოფილა, მე კი იმღეროდა თავის სოლო კარიერა ჰქონდა ვითომ, მაგრამ ნუ ეხლა ჯონი როტენიც, სიდ ვიშეზი და ყველა დანარჩენი ორი წევრიც რომელთა სახელებს არ მახსოვს, არიან Sex Pistols-ით. ერთი ალბომი აქვს გამოშვებული. ანუ Sex Pistols არის ბენდი, თან რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს მოხდენილი მუსიკაზე ზოგადად და მით უმეტეს პანკ კულტურაზე. ბევრი სოციუმზე რასაც ეს გუნდი წარმოადგენს, მაგ სოციუმის ხალხზე რასაც ეს გუნდი წარმოადგენს. და ისიც რომ Sex Pistols-ის გამოჩენა მერე
შევა არ გამოაჩინა ესე, მაგრამ რაღაცნაირი მუხტი მისცა Ramones, Clash, ბევრ punk bands-ს ძალიან punk სუბკულტურა პანკის ჟანრი. ხო, ერთი ალბომი აქვს, Nevermind the Bollocks, არის ერთადერთი ალბომი, რომელიც ტიპებმა გამოუშვეს და ეს ლიციც დაახლოებით ესეა. ორი ვერსია მქონდა რა, ერთი ვერსია მქონდა, რომ მეთქი ავსტრალიელებს ხო არ ვცეთ პატივი და დიდი ბოდიში. ეხა შენ დალაგებულს არ ურევს, ამას რო არ აჩვენებს? ხო, ცოტა ურევს კი. ეს სტუმარი ვარ ხა. ცოტა ურევს კი. არა, ნახე ხა არ ვეხები. კაი. ტატოს ძალიან ლეგიტიმური. ეხა რაღაც როლებს მე ბოლოს Sex Pistols-ი ვიტყვი კიდე ერთხელ ისე დავბრუნდი. და დაბრუნდე მართალი. ძალიან ლეგიტიმურ ხას არ ვეხები. ფიქრობდი რომ მეთქი ავსტრალიელს ხო არ ვცეთ პატივი და რახან ვიდუკა მელბურნელია. AC/DC? რახან კი უელს მელბურნის ორივე გუნდში აქვს თამაშები. Van Halen. Nick Cave არის მელბურნიდან და Nick Cave-ის პირველი ბენდი The Boy Next Door to Birthday Party არ მახსოვს რომელიღაცა ერქვათ The Boy Next Door მე მგონი. მეთქი ეგ ხوار დავარქვა. მე ხوار თქვა თქო, მაგრამ მე რეალურად გულზე ხელი რომ დავიდო და რეალურად რასაც ფიქრობის გითხრათ. ახლა განახებთ ერთ სურათს Sleaford Mods duo. ვინა? თუ გაგიგიათ. როგორ? Sleaford Mods არის ბრიტანული duo და ერთი არის Jonathan Woodgate და მეორე არის Lee Boyer. ანუ ვიზუალურად გვანა? სიმღერის ისა გასლიბო. აი ეს რომ დაიჭირეს იმას რა ქვია McDonald's-ში ჩხუბზე. აი ესე გამოიყურებოდნენ ალბათ თან მაგათი მუსიკა ძალიან გავს იმას რაც ლიცი თამაშობდა რა. კაი. Sex Pistols-ი და Kaiser Chiefs-ი არ არის, მაგრამ Sex Pistols, მე ვარ Sex Pistols. ეგარ. ცნობილი დუო. ბოლო კატეგორია, რომელი ფილოსოფოსი იქნებოდა ამათი მწვრთნელი? რა ტატო მოპასუხოს? დაგჭირდით არა? მე სანამ შენ იტყვი, შენ შეკარიეს. და მე რო ეხლა თქვენგან განსხვავებით, როგორც შენ როგორც გაუფუჭე იმას. არ ვიცი, ორი ფილოსოფოსი სიტუაცია და გარემოში და ამან გამიფუჭა მე ეგ არ გაგიფუჭებ. ამიტომ მე დავიწყებ. მე ვიტყვი ეგეთ რაღაც ფილოსოფოს არ ვიტყვი, თუმცა გარკვეულწილად ფილოსოფია არის ამაში. ჩემთვის ორი რაღაც მახსენდება იორკშირელებზე და ლიცზე. ესეთი. არა ფილოსოფია, მაგრამ ხელოვნებასთან იყოს გავსიშვი. ერთი არის ბენი ჰილი. ოღონდ ბენი ჰილის ერთი სკეჩი კონკრეტული ფილოსოფოსი. უდიდეს ფილოსოფოსი. რა თქმა უნდა, კომედია, ფილოსოფია, კომედია ჩემი აზრით ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე რთული ჟანრი არის. და რომელი ის მახსენდება სკეჩი? ბენი ჰილი თამაშობს თორცები მღოდელს. და სკეჩი მთელი სკეჩის სიტუაცია მდგომარეობს იმაში, რომ ხალხი იყურება ზემოთ და ბენი ჰილი შემოდის კაცში და ზემოთ იყურება და ვიღაცა ეტყობა მე რეგულარულად რომ ხტება და თავს იკლავს. და ეს ეხვეწება რომ არ გადმოხტებო, გაიხსენეო ბავშვებიო, ისაო, ცოლიო, შენიო, ისაო და ის პასუხობს იქიდან რომ მაგის გამო ვიკლავ თავს. მე რეზეუნება რომ გაიო მაშინ რომ გაიხსენეო ყვავილებიო, მზეო, ისაო და იმან არა რაღაცა პასუხებს ამაზეც ისიც და მე უცებ გაიხედა გამოიხედება და ყველა დგას ლიცის შარფით. თუ 70-იან წლები აშკარა და ამ დროს ლიცი დომინირებს ინგლისში. და მაშინ ჩვენი ლიცი გაიხსენეო, ჩვენი საყვარელი ლიცი იუნაიტედიო. ისა ეხა თამაში რო გველოდება შაბათ-კვირასო, მაგის გამო მაინც ნუ გადმოხტებიო. და ის იქნება პასუხობს რომ მეზიზღება ლიცი იუნაიტედი ლივერპულის გულშემატკივარება. და ეს პასუხობს მაშინ გადმოხტე შენ დედას ვატირებო და მიდის. ეგ არის ერთი რაც მახსენდება ლიცზე. და მეორე და მღვდელი არ დაგავიწყოს. და მეორე მახსენდება მონტი პაიტონი და მონტი პაიტონის გენიალური სკეჩი ჩემთვის 4 იორკშირელი. ეგ ვისაც არ გაქვთ ნანახი, ყველას გირჩევთ, დაგუგლეთ და პროსტო უბრალოდ მაგას უყურეთ. ეგ არის აი აბსურდიზმის ზეიმია კომედიაში, 4 ტიპი, 4 იორკშირელი, მდიდარი უკვე იორკშირელი, როზის და როგორ ყვებიან, როგორ უჭირდათ ცხოვრების დასაწყისში და როგორ ადარებენ ერთმანეთს თავის გაჭირვებას და სადამდე მიდიან მე ამ გაჭირვების შედარებაში, არის გენიალური. ასე რომ ეგ ორი ფილოსოფიური მიმდინარეობა, როგორცაც ქვია, ბენი ჰილის იუმორი და ბენი ჰილის შოუ და აჩქარებულად უდარბოდნენ. ერთი ეგ და მეორე მონტი პაიტონის აბსურდიზმი, ეგ მახსენდება ლიცზე. ეხლა ფილოსოფია, სერიოზულ ფილოსოფოსს კიდევ შენ შეადარე. იმიტომ რომ პრობლემა განსაჯონ ფილოსოფოსი იცის, მე ვიცი 3. რამდენად ჩაჯდებოდა ეს იმ კითხვის პასუხად, რაც მე ვიკითხე, მაყურებელმა განსაჯონ. მე ხმას არ ამოვიღებ. ნახე, ნუ ჩაჯდება. ნუ არ გაიგია. ეგეც გარკვეული ფილოსოფია. კაი. მე დავასახელებ ძალიან ისეთ, რავი, არ არის საჭირო რამე ისეთი. ტრივიალურს? ხო, არა, რა ვიცი. ძალიან მარტივი ლოგიკით რა. ჩემი ლოგიკა არის და არჩევანი არის ნიცშე და მისი ეს კონცეფცია ზე ადამიანის, რომელიც რაღაცა შესაძლებლობების ზღვარს მიღმა შეიძლება გადავიდეს
ცადოს დაარღვიოს რაღაც საზღვრები. იმაზე ვსაუბრობთ. ტრენსპორტინგი და ტიპი რო 40 40 ბიჭო. რაზე ადამიანი შეჩემ. ეს ერთად გუნდი ანუ მაგნაჩი წევენ ვიღაცეებს. ლიბოი ხო და მაგაზე მაქვს ლაპარაკი რომ ლიზე ადამიანი. ხო და მე მაგდონალდში რო ტიპს ემიგრანტებს დასდეველი და შეაქვია. მილანს გოლს უტანს ბარსელონას. ცოტა მუქიკანის ტიპს რო ხედავს საწყობად საცემად მიზოს ქუჩაზე შეჩემ. აღარ მინდა. ზე ადამიანის ზაარ შორს არის ზე ადამიანისგან. აი, მოურჩით კატეგორიებს და მე მგონი ძალიან სახალისო გადაცემა გამომივიდა, გამოგვივიდა. მე ის მაინტერესებს რა დარჩება. დაირექტორს ქართის მე რა დარჩება. ერთი რაც მინდა თხოვა მაყურებელს, როცა ამ გადაცემას ნახავთ, მათ შორის პირველი გადაცემის გამოცდილებითაც, პირველი ეპიზოდის გამოცდილებითაც, ძალიან გთხოვთ დაგვიწერეთ კომენტარებში, რომელ კატეგორიას დაამატებდით ამ ჩვენ ჩამონათვალს, რომელი მოგწონთ, რა შეიძლება იყოს საინტერესო, რაზეც შემდეგ გადაცემებში აუცილებლად ვისაუბრებთ. არ დაგავიწყდეთ ბეცონ სპორტის YouTube არხის გამოწერა და შევხვდებით. ოიც ერთსაც ვიტყვი, მეც ვთხოვ რა, ერთად. მე გეთხოვ რომ მექნება დავითზე როცა ლაპარაკობთ, დავითი ითამაშებდა თუ არა ამ გუნდში, მაგაზეც ვსაუბრობთ. იქნებ ვინმე სხვა უცხოელი ფეხბურთელი ხო არ ჯობია და მოგვაწოდეთ აზრი თუ ვინმე გაქვთ ეგეთი გონებაში და ქართველი ხო არ დავამატოთ და ვინ შეიძლება ქართველი იყოს ასევე. Nokia რო იყოს კატეგორიებში და სიამოვნებით დავამატებდით. გამოიწერეთ ჩვენი არხი და შევხვდებით ახალ ეპიზოდში გადაცემისა ქუჩები არ ივიწყებ.